ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან კოორდინაციაში დავიგეგმეთ ისე რომ მუშაობთ რამდენიმე მიმართულებით მანქანების სიძლიერიდან გამომდინარე ერთი მიმართულება არის ვეხმარებით სასაფლაო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს რიგ შემთხვევაში მივყვებით მათ მანქანებს რომ დავეხმაროთ გზების გაკოლვაში ან დახმარებაში თუ გაიჭედნენ რიგ შემთხვევაში მიყვავს პაციენტები აი დიალიზის პაციენტები ჩამოყვავს გაიკეთონ პროცედურები და აყვავს რიგ შემთხვევაში ჩვენ თვითონ ვიყავს პარამედიკები მისამართებზე სადაც უკვე იმ ადგილებში სადაც უკვე არ არის პაციენტი გადასახადი ჰოსპიტალიზაციისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის უკვე საკმაოდ დიდი და მომზადებული მანქანებით აი კადრებშიც ხედავთ უნიმოგებს რომელთა დახმარებითაც გუშინ ვიყავით მშვიდობაურში საკმაოდ რთული გზა გავიარეთ ჩავიტანეთ საკვები პროდუქტები და მედიკამენტები და დღეს ავდივართ სოფელ ზედანატანებში ძირითადი გზა გაწმენდილია უბრალოდ გადასახურები არის ლეკური ქვია თუ ორსები გადასახურ სადაც 300-მდე კომლი არის და იქ გასახლ დავიტვირთეთ პროდუქტებით და ეს პროდუქტები აგვაქვს იქაური მოსახლეობისთვის ტექნიკა რასაც უყურებთ მობილიზებულია მაქსიმალურად ჯარიც მუშაობს რასაც უყურებთ სპეცტექნიკა კერძო ტექნიკა სხვადასხვა სამსახურების პიკაპები და ასე შემდეგ თუმცა ალბათ წარმოიდგინეთ მასშტაბურია ეს სტიქიური მოვლენა რომ ყველგან ვერ ხერხდება ამ ტექნიკის მისვლა რიგ შემთხვევაში დიდი ტრაქტორებიც თუ მუხლუხოვებიანი არის აი დეტეს რო ეძახიან მძიმე 30 ტონიანი მანქანები თუ არ არის იქ ჩვეულებრივი ტრაქტორები ვერ ჩვეულებრივი არის ეს საკმაოდ მომზადებული ტრაქტორებიც ვერ მიდიან აი ასეთ ადგილებში ჩვენ ვიხმარებით ვიცით რომ ჩვენ ძალიან ბევრი გწევს ჯგუფში რო ჭირდება დახმარება ხანდახან ძალიან ემოციურია ხოლმე სოკი შემთხვევა არის თუმცა ორსულ ხალბატონზეა საუბარი ბრაუშვილი ოჯახებზეა საუბარი თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ მუნიციპალიტეტი არაფერს არ აკეთებს აქ კოორდინაციის დროს ჩანს რომ აი ძალიან განიცდიან თვითონაც ის ადამიანები ვინც აქ მუშაობს და მაქსიმალურად ცდილობენ რომ ისეთ ადგილებში გაგვაგზავნონ სადაც უკვე თვითონ არსებული ტექნიკა ან არ ყოფნით ან არასაკმარისი ან ძალიან სასწრაფოა მე მესმის რომ ყველგან ვერ მიდის დახმარება დროულად თუმცა მაგას ვერ ვიტყვით რომ არ ეხმარებიან და მე თვითონ ამ ზოგადად ამ თავრობის დამცველად ვერ გამოვდგები პირიქით ძალიან კრიტიკულად ვერ განწყობილი თუმცა ამ შემთხვევაში უნდა ითქვას რომ რა ვიცი მე რასაც უყურებ ეს ბოლო 2 დღეა მაქსიმალურად ცდილობენ რომ ყველგან დაეხმარონ თვითონ გურულებს რაც შეეხება ძალიან მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცუდ დღეში არიან ძალიან ხალისიანად არიან გურულად ასე რომ გუშინ ისეთ სოფლებში გავიარეთ სადაც რა ვიცი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან დათოვლილია ჭიშკრები არის დაფარული თუმცა მაინც იუმორის გზობას ინარჩუნებენ და ასე ხალისიანად არიან და მედგრად რასაც უყურებ ერთი არის სახლების დათოვლა აი სახურავებზე დიდი თოვლის შემთხვევის დროს მნიშვნელოვანია დროულად გაიწმინდოს იმიტომ რომ ეს თოვლი დღითიდღე მძიმდება და შემდეგ არ შეიძლება სახურავი ჩატეხოს ან ვინმეს დაეცეს და მე ცუდად დამთავრდეს ეს ყველაფერი აი ეს არის ერთ-ერთი პრობლემა მეორე პრობლემა ის არის რომ რადგან კომუნიკაციები ყველგან ვერ მიდის ანუ ჩვეულებრივი აი ეგრე ხედავთ აი ტრაქტორებს ჩვენ უკან გასულ ტრაქტორები ყველგან ვერ მიდიან მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი საფუძველია ყველგან ვერ მიდის შესაბამისად საკვებ პროდუქტებს აი როგორც არის პური და ან მედიკამენტები მიწოდება ჭირს თვითონ მოსახლეობისთვისაც არ რთულია აი გუშინ ვიყავით ფეხით ვიარე დაახლოებით 500 მეტრი და რავი ახალგაზრდა კარგ ფორმაში ვარ და ძალიან დავიღალე და წარმოიდგინეთ ახლა 60-70 წლის ადამიანები ვინც ზოგ შემთხვევაში მარტო ცხოვრობენ მაგალითად ძალიან უჭირთ რომ გამოვიდნენ ცენტრალურ გზაზე ისეთ ადგილებში გვიშვებიან რომ ვცდილობთ რომ გზა გავყოლოთ უკვე რომ ჩვენს მერე სხვა ნაკლებად მომზადებულმა ტექნიკამაც მარტივად ჩაიტანოს საკვები პროდუქტები და მედიკამენტები მიუხედავად იმისა რომ დისტანცია გზელი შეიძლება არ იყოს აი მცირე მანძილის დაფარვაც საერთოდ იმიტომ რომ დაღმართია ფეხი გეფლობა შეუძლებელი არ არის თუმცა კაი ფიზიკური მომზადებაა საჭირო